20 საათზე ტელეკომპანია ერას საინფორმაციო გამოშვება იწყებს მუშაობას კვირის ამბებს იაგოლიაძე გაგაცნოთ საღამოშვიდობის. ბათუმში მიწისქვეშა ურნები დამონტაჟდა. კეთილმოწყობის სამსახურმა 6 კონტეინერი ესენინის ქუჩაზე განათავსა. მიწისქვეშა ნაგავშემკრები ურნები ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა. სამუშაოები შეპესე ზიპო 7-მა განახორციელა. თითოეული ურნა 2 კუბომეტრამდე ნაგავს იტევს და ღირებულება 8000 ლარია. ცნობილია, რომ მიწისქვეშა კონტეინერები გორგილაძის ქუჩის ბოლოშიც განთავსდება. შეპესეს სანდასუფთავებას სულ 50 ურნა აქვს შესყიდული, რომელთა დამონტაჟებაზე ტენდერია გამოცხადებული. ინოვაციით უკმაყოფილოა მოსახლეობა. ადგილობრივებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პასუხობს. კი, კარგი არის რაგუზგუთები, რაც თავარია, მაგრამ ასეთი როგორ შეიძლება გერმეტიულად იქნება დახურულიო, კი ხედავთ აგერ ღია, არავით არის გერმეტიული დახურულობა, ამას არ აქვს. პასტანა ღია არის უკვე. უკვე შეგვაწუხა, თავი ღია არის, აი ისიც გაფუჭებულია, ისიც გაფუჭებულია. მოვიდეს თვითონ აბა რომელიმე მთავრობის წევრმა მითხას თუ მის ეზოში მის კარებთან დაადგმებს ურნებს და დართობს ნებას. ღია ტიპის ურნები კონტეინერები რომელიც დგას და რომელიც გადახსნილი არის. ხო ფაქტია რომ ის უფრო არაჰერმეტული იქნება და ის უფრო სუნიც იქნება და ნაგავის უფრო მეტად ისე იქნება ვიდრე დახურული ტიპის ეს ურნები არის შეიძლება ითქვას რომ ახალი ინოვაცია არის ჩვენ რეალობაში რეალურად უფრო გამოიწვევს შეიძლება ითქვას სანიტარულ ჰიგიენურ თვალსაზრისით უფრო მისაღები არის. ღია სანიაღვრე არხები ბათუმისთვის დღემდე მოუგვარებელ საკითხად რჩება. წლებია ჟილინის არხზე მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ადგილობრივები ამბობენ, რომ არხის გადახურვას მერია მათ წლები აპირდება, თუმცა უშედეგოდ. კეთილმოწყობის სამსახურში კი პასუხობენ, რომ ორჯერ დაწყებული სამუშაოები ჟილინის არხზე ორივეჯერ იმიტომ შეჩერდა, რომ კომპანიებმა ვალდებულებები ვერ შეასრულეს და მერია მათ ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ამჯერად არსებობს ტენდერში გამარჯვებული მესამე კომპანია, რომელმაც სამუშაოები გეგმა გრაფიკით მიმდინარე წლის 1 მაისს უნდა დაიწყოს და 2016 წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს. ეს ჟილინია ღია სანიაღვრე არხი, რომელიც აქ მაცხოვრებლებისთვის დღემდე ღია პრობლემად რჩება. სპეციფიკური სუნი აქ ამ წუთებშიც იგრძნობა. ანტისანიტარია პარაზიტები სახლის თუ ეზოს დატბორვა ადგილობრივებს უკვე წლებია აწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ მერიაში ღია სანიაღვრე არხების მოვლა ექსპლუატაციისთვის სპეციალური ქვეპროგრამები მოქმედებს, ეს პრობლემა აქ დღემდე გადაუჭრელი რჩება. არხს რა ქვია, არ იციან, თუმცა იციან რა პრობლემებს უქმნით. ისინი, ვინც აქ წლებია ცხოვრობენ, ვერ იხსენებენ ჟილინის სანიაღვრე არხი როდის გაიწმინდა. გაწმენდით ეს არასოდეს არ გაწმენდილა და ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო და შესაბამისად სუნით ძალიან ცუდი მოდის აქედან. ზაფხულში კოღოები და ანტისანიტარია თქვენ თვითონ ხედავთ რა მდგომარეობა. გურანდა მანაგაძეს 4 წლის შვილი ყავს. ამბობს, რომ არხის გასწვრივ ზღვაზე ბავშვის გაშვებას ერიდება, რადგანაც ინფიცირების საფრთხე დიდია. ეს არხი უერთდება ზღვას, შესაბამისად ზღვაში ბანაობაც ამ მონაკვეთზე ფაქტიურად შეუძლებელი გახდა. ყოველ შემთხვევაში პირადად მე 4 წლის ბავშვი მყავს და რამოდენიმეჯერ ისეთი ენტეროვირუსი ამოიტანა ზღვიდან ბანაობის შემდგომ, რომ ძლივს გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან და ეს აქ ძალიან გავრცელებული შემთხვევებია ვირუსის ფაქტები. ადგილობრივების თქმით, სამშენებლო მასალები აქ 2 წლის წინ მოიტანეს, სამუშაოებიც დაიწყეს, თუმცა მალევე შეწყვიტეს. პირდებოდნენ, რომ არხი 2015 წლის ბოლომდე დაიხურებოდა, თუმცა მოტყუებულები აღმოჩნდნენ. ამიტომაც უახლოეს მომავალში მერიაში განცხადების შეტანას აპირებენ. ვაპირებთ, რა თქმა უნდა, უახლოეს ხანებში, რომ ამის შესახებ შევიტანოთ შესაბამის განაცხადი, იმიტომ რომ ნამდვილად სიცრუესთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ უნდა დახურულიყო, ვადებიც იყო დასახელებული, რომ 2015 წლის ბოლოს მაინც ეს არხი უნდა ყოფილიყო დახურული, მაგრამ პირდებოდეთ ამ ყველაფერს. ეს იყო ეზოში, რასაც ჩვენი ამხანაგობის თავმჯდომარეს გამგებულობდით, მერიასთან უშუალო კონტაქტი მას აქვს და მოქონდა ეს ამბები, თორე აქ არც ხელისუფლების წარმომადგენელი მოსულა ვინმე, არც არავინ გვინახავს შესაბამისად რაღაც. დიახ, არჩევნების წინ იყო ამ თემებზე საუბარი და თუმცა იყო რაღაც შეხვედრები. დამთავრდა. მეტი არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ გვაქვს, ძალიან დიდ დისკომფორტს გრძნობთ, რა თქმა უნდა, ნაგვის ბუდეთ არის საქაურობა ქცეული. ჟილინის არხის პრობლემა საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საფინანსო ეკონომიკური კომისიების გაერთიანებულ სხდომაზეც გაჟღერდა. კატასტროფად მიიჩნევს ოპოზიცია იმ ფაქტს, რომ 2014 წლის ბიუჯეტში 34 მილიონი ლარის სახით ნაშთი დარჩა და მერიამ არხის პროექტი ვერ დაასრულა.
თუ ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ მაგალითად ჟილინის არხთან დაკავშირებით იყო პრობლემა და რაღაცა ტენდერი ჩავარდა, კონტრაქტორმა კომპანიამ ვერ შეასრულა. სექტემბრის თვიდან ვეუბნებოდით, რომ ხელშეკრულება გააუქმეთ, იმიტომ რომ არაფერი არ კეთდება. უკვე სექტემბრის თვეში გასული წლის ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ მინიმუმ 20 მილიონი ლარი თქვენ გრჩებათ წელს დაუხარჯავი და მოდით ამ 20 მილიონი ლარით რაღაცა სხვა ღონისძიებები გავაკეთოთ ქალაქში, იმიტომ რომ უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა. ისინი ჯიუტად იძახოდნენ, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად მიიყვანენ და შეასრულებდნენ ბოლომდე, და ეგ არის ფაქტი. გასული წლის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემცირებულ ბიუჯეტში, იმიტომ რომ 2011-12 წელს ბათუმის ბიუჯეტი მოცულობით ორჯერ მეტი იყო, მათ რჩებათ 34 მილიონ ლარზე მეტი კიდევ ერთხელ ვიმეორებ გაუხარჯავი, რაც არის რაღაცა კატასტროფის ტოლფასი. რატომ ვერ ხერხდება ჟილინის არხის დახურვა კითხვით კეთილმოწყობის სამსახურის უფროს მიმართეთ? თენგიზ პეტრიძის განცხადებით პროცესი იმიტომ გაჭიანურდა, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულება შეუწყდათ, რადგანაც ვალდებულება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეასრულა. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა დაგვისახელა კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ვერ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც შეუწყდა ხელშეკრულება მას და დაიგისრა შესაბამისად ხელშეკრულების პირობებით პირგასამტეხო. რაც გადახდილი იქნა ფაქტიურად ეს პირგასამტეხო ამ დაჯერიმებით. გამოცხადა განმეორებით ტენდერი, ჩატარდა, გამარჯვებული გამოვლენილია, ხელშეკრულება გაფორმებული არის, დღეისთვის მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, ტექნიკა მობილიზებული ყავს კომპანიას უკვე. გეგმოგრაფიკის მიხედვით 1 მაისიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური სამუშაოები უშუალოდ არხთან დაკავშირებით. დასრულების ვადა არის 2016 წლის ბოლომდე. ბათუმის მერია ღია სანიაღვრე არხების მოვლა ექსპლუატაციისთვის წელს 870.000 ლარზე მეტს ითვალისწინებს. დაიწყებს თუ არა ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 1 მაისს რამდენიმე დღეში გაირკვევა. გეგმა გრაფიკის მიხედვით არხი 2016 წლის ბოლომდე უნდა დაიხუროს. უმაღლეს საბჭოში კომისიების ანგარიშები განიხილეს. 6 კომისიიდან ანგარიში მხოლოდ ჯანდაცვის კომისიამ არ წარადგინა. ჯემალ ფუტკარაძემ განაცხადა, რომ ის ვიცე-სპიკერია, ანგარიში კი კომისიის თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს. ფუტკარაძის ვიცე-სპიკერობას არ აღიარებს კოალიცია ქართული ოცნება. გადაცემის მეორე ბლოკში ჯემალ ფუტკარაძის ველოდებით, რომელიც ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს. 2014 წლის ბიუჯეტის ანგარიში მოისმინეს საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საფინანსო ეკონომიკური კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე. შემოსულობები 101%-ით, გადასახადების ნაწილი კი დაახლოებით 83%-ით შესრულდა. 6 საბიუჯეტო ცვლილება და 34 მილიონი ლარის ოდენობით დარჩენილი ნაშთი. მონაცემები გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში დასახელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს. რატომ ვერ დასრულდა ბაგრატიონი ერისთავის ქუჩების შემაერთებელი მაგისტრალის, ჟილინის არხის, იაფის სახლის პროექტები, რატომ დარჩა 2014 წლის ბიუჯეტში მილიონობით ლარი ნაშთის სახით? კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვდა საკრებულოს ოპოზიცია. ქალაქ ბათუმის საკრებულოს შესაბამის კომისიის ხმებზე გაკეთებული იქნა განმარტებები. ერთი მხრივ მიზეზი იყო ის, რომ დაახლოებით 3.600.000 ლარამდე კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოები ვერ დაფინანსდა იმის გამო, რომ მათ დროულად ვერ წარმოადგენეს გასული წლის დეკემბრის თვეში საჭირო დოკუმენტაცია დაფინანსებისათვის. ასევე მიზეზი იყო ის, რომ ცალკეულ შემთხვევებში სატენდერო პროცედურები დროულად ვერ დასრულდა. ასევე კონტრაქტორებმა ვერ შეძლეს დადგენილ ვადაში ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ანუ ხელშეკრულება გაფორმებული იყო, მიწოდებელი ვალდებული იყო წლის ბოლომდე დაესრულებულა ხელშეკრულება, მაგრამ მისი მიზეზით არ დასრულდა. თუმცა ასევე ცალკეულ შემთხვევაში იყო პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოები ვერ განხორციელდა, მაგალითად ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იქ არსებული მოსახლეობის ათვისების გამო და ამ შემდეგ ეს მიზეზები ყველაფერი იქნა განმარტებული. ეს არის პროექტები, რომლებიც უბრალოდ გადაიწია დროში, ან დასრულდა, შესრულდა, მაგრამ კომპანიების მიერ წარმოუდგენელი დაუსრულებელი დოკუმენტაციის გამო არ მოხდა თანხის ანაზღაურება და ეს თანხა ყველა ვარიანტში დაშდებოდა ნაშთის სახით. შემდეგ ეს არის თანხები, რომლებიც იყო დამატებითი შემოსულობების სახით მიიღო მერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა, ანუ შესაბამისად ვერც ამ თანხების ასახვა ვერ მოხდებოდა. ეს იყო დამატებითი 1 მილიონი, რომელიც შემოვიდა, რომლის ასევე ასახვა ვერ მოხდებოდა ბიუჯეტში. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ კი ჩვენ ამ ნაშთს 34 მილიონს გამოვაკლებთ ყველა ამ თანხებს ჯამში, რომელიც როგორც წესი ასახვას პოვებს ხოლმე დეკემბრის თვეში, სამწუხაროდ 30 დეკემბერსაც კი, იმიტომ რომ საბოლოო შედეგი სწორედ 30-31 დეკემბრისთვის ხდება ცნობილი, ჩვენ მივიღებთ საპრობლემო
თანხას დაახლოებით 9-დან 10 მილიონამდე. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რაც ბიუჯეტის შესრულებას თითქმის მოწლებია ახლავს, ეს არის პროგრამულ ჭრილში შესრულება და ასევე ის შესრულების ანგარიში, რომელიც წარმოდგენილი იქნა, რამდენად არის რეალური და რამდენად აგრძელებს ის პროგრამები ფუნქციონირებას. ძირითადი აქცენტია და ძირითადი პრობლემა ეს არის ტურისტული პოტენციალის გაზრდის პროგრამასთან, იმიტომ რომ შექმნილია ვებ რესურსი, გარკვეული ღონისძიებები განხორციელებულია, თუმცა დღეს ის ვებგვერდი, რომელიც უნდა ფუნქციონირებდეს და ასრულებდეს თავის როლს ქალაქის განვითარებაში და ტურისტული პოტენციალის განვითარებაში, არ ფუნქციონირებს. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც გლობალურ ჭრილში გვაჩვენებს თუ რა პრობლემებია პროგრამულთან მიმართებაში. საკრებულოს უმრავლესობა იძახოდა, რომ ჩვენ ვიტყუებოდით, როცა ვამბობდით, რომ შარშენ ბათუმის თვითმმართველობამ, ხელმძღვანელობამ მერიის ვერ შეასრულა 34 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტი. და ამას რაღაცას სკანდირებდნენ, რომ ეს იყო ტყუილი და არ იყო სწორი. ეხლა თვითონ მათ აქვს შემოტანილი შესრულების ანგარიში, სადაც შავი თეთრზე წერია, რომ 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მათ ანგარიშზე დარჩათ 34 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის თანხა, რომელიც უნდა დახარჯულიყო 2014 წელს და უნდა მოხმარებოდა ჩვენს ქალაქს, უნდა მოხმარებოდა ამ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანების კეთილდღეობას. ცუდი რა არის იცით რომ რა თქმა უნდა ცუდია როცა მერია ბოლომდე უნაროა და იმ შემცირებულ ბიუჯეტშიც კი 34 მილიონ ლარს ვერ ხარჯავს 2014 წელს და წლიდან წლამდე ესე თქვა დააკატავებს ამ თანხას მომავალი წლისთვის. მაგრამ ამაზე უფრო ბევრად ცუდია როცა კომისიის თავმჯდომარე და უმრავლესობის სხვა წევრები, მათ შორის მათ ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი უკვე პროფესორი აფხაზავა გამოდის და ამბობს რომ ამას არ აუშავს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ ჩვენ სამწუხაროდ ქალაქის ისევე როგორც ქვეყნისა და რეგიონის ხელისუფლებაში ყავს ბოლომდე უნარო და არაკომპეტენტური ადამიანები. ბათუმს ლატვიის თვითმმართველობის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრა ქალაქის საკრებულოში გაიმართა, სადაც ლატვიის თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთა 9 კაციან დელეგაციას ბათუმის მერი და საკრებულოს წევრები შეხვდნენ. მიზანს მუნიციპალური სისტემის პროგრამების ბიუჯეტირებისა და სხვა მიმდინარე პროექტების გაცნობა წარმოადგენდა. ორ მხარეს შორის სხვადასხვა სახის თანამშრომლობა სამომავლოდაც იგეგმება. Мы представляем не политическую власть, но мы представляем тех человеков, которые каждый день решают свои проблемы в своих самоуправлениях и делимся с опытом с другими. Мы надеемся развивать контакты с нашими самоуправлениями и с другими самоуправлением Грузии. И цель наша, чтобы мы можем и своим товарищам Латвии, и вашим коллегам показать свою страну и посмотреть, как решаются всякие вопросы. გადადგეს ამ ქვეყნებმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ევროკავშირთან დაახლოებისათვის ისინი წევრები არიან, ასევე წევრები არიან ნატოსი და ჩვენ ყველაფერი ეს გასავლელი გვაქვს. ამიტომ უშუალო კონტაქტები, უშუალო საუბარი მათთან და ასთა გასვლა გამოსვლა ჩვენ მხოლოდ გვარგებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუცილებელიც არის და ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირისაკენ. 2015 წლის ივნისში ბათუმს კიდევ ერთი გარემონტებული ბაღი შეემატება. მე-16 ბაღში სარემონტო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. შეიცვალა წყლისა და საკანალიზაციო კომუნიკაციები. ამ ეტაპზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კოსმეტიკური რემონტი მიმდინარეობს. სამუშაოები ვიცე-მერმა მოინახულა. ბაგრატ მანველიძის ინფორმაციით, რემონტს აღმზრდელობითი პროცესი არ შეუფერხებია, რადგან ბავშვები ქალაქის სხვადასხვა ბაღებში გადაანაწილეს. ნომერ მე-16 ბაღის პარალელურად სარეკონსტრუქციო სამუშაოები კიდევ 4 ბაღში მიმდინარეობს. სამუშაოები აუცილებელი სასწრაფო ჩასატარებელი იყო, ეს ეხებოდა საკანალიზაციო სისტემის ყობრიდან გამოსვლას და შესაბამისად კოსმეტიკური ჩასატარებელი და გასაკეთებელი იყო. სარემონტო სამუშაოები ძალიან კარგად და ხარისხიანად მიმდინარეობს, დროულად კეთდება ყველაფერი, შეფერხება არ აქვს. ეს სამუშაოები დამთავრდება ივნისის თვეში და გრაფიკით მიმდინარეობს. და როგორც პირობას იძლევია მშენებლები და ჩვენც ხედავთ ეს თავი ვადაში ჩაეტევა და დასრულდება ვადაში. ამ მიზნებისათვის იხარჯება კონკრეტულად ამ ბაღისათვის დაიხარჯება 100,000 ლარამდე. ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ ამ საბავშვო ბაღში, მოხდა ამათი გადანაწილება. პირველ რიგში სოციალურად დაუცველი ოჯახების
ოჯახებიდან ვინც არიან ბავშვები, ყველანი იქნება გადანაწილებული სხვადასხვა ბაღებში. ასე რომ პრობლემა რომ აქ რემონტი მიმდინარეობს, ბავშვებს არ შეეხოთ. რა შეეხმარება განათლების სამინისტრო იმ სტუდენტებს, რომლებსაც უცხოეთში განათლების მიღების სურვილი აქვთ? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ თუ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება და ამავდროულად დაფინანსების მოპოვება გსურთ? სიუჟეტი მათთვის, ვისაც ამ კითხვებზე პასუხი აქამდე არ მეუღია. ტელეკომპანია ერა განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამით დაინტერესდა. პროგრამის შესახებ რამდენიმე თვის წინ გაიგო სასწავლებლის დამოუკიდებლად მოძიებისა და ჩარიცხვის შემდეგ სამინისტროში აპლიკაცია წარადგინა. ტარიელ ცეცხლაძე ნიუ-იორკის ერთ-ერთ კოლეჯში ტელერადიო მაუწყებლობის მიმართულებაში არჩია. ამჯერად მეორე ეტაპს სამინისტროს კომისიასთან გასაუბრებას ელოდება. მე ვაპირებ გავაგრძელოს სწავლა ნიუ-იორკის ერთ-ერთ კოლეჯში ტელერადიო მაუწყებლობის მიმართულებით, ან ჩემი ძირითადი სამუშაოს მიმართულებით. კარგი საგნები იყო, ან იმ მხრივ რაც მე აუცილებლად გამომადგება, მივიღებ იქაურ გამოცდილებას, რაც აბსოლუტურად განსხვავდება ქართული ჟურნალისტიკისგან, ქართული მიდგომებისგან და ვფიქრობ, რომ როდესაც დავბრუნდები მე საქართველოში, მე უფრო გაცილებით მეტი საშუალება მექნება, რომ უფრო ხარისხიანი ჟურნალისტიკა ვაკეთო, ვიდრე ეს ვაკეთებ. 12500 ლარი ეს ის თანხა, რომლითაც აჭარის განათლების სამინისტრო უცხოეთში სამაგისტრო, სადოქტორო და საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის მსურველებს აფინანსებს. თანხა ერთი სემესტრისთვისაა გათვალისწინებული და მისი გამოყენება სტუდენტებს არა მარტო სწავლის საფასურის გადასახდელად, არამედ სხვა ხარჯების დასაფარავადაც შეუძლიათ. მიღებული დაფინანსებით სტუდენტს შეუძლია არა მარტო სწავლის დაფინანსება, არამედ შეიძინოს სასწავლო რესურსები, გადაიხადოს თქვათ ბინის ქირა, ასევე დაფაროს თქვათ სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები და ასე შემდეგ. ყველაფერი იწყება უცხოური უნივერსიტეტის შერჩევით და ჩარიცხვით, რასაც სტუდენტი სამინისტროსგან დამოუკიდებლად აწარმოებს. საზღვარგარეთ სწავლის მსურველი აჭარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, რომელმაც შემდეგში დასაფინანსებლად სამინისტროს უნდა მიმართოს. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს: აპლიკაციების გადარჩევა და კომისიასთან გასაუბრება. განათლების დეპარტამენტში ამბობენ, რომ უპირატესობა მოკლევადიან პროგრამებზე ჩარიცხულ კანდიდატებს მიენიჭებათ. სიფრთხილეა საჭირო უნივერსიტეტის შერჩევის პროცესშიც. როდესაც მოიძიებს აპლიკანტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ეს უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან კანადაში. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დევს ორი მსოფლიო უნივერსიტეტის სარეიტინგო სია, რომელიც დაეხმარება სტუდენტს, რომ სწორად შეერჩიოს და მოიძიოს უნივერსიტეტი, სადაც სურს მას სწავლის გაგრძელება. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ჩაირიცხება რომელიმე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც არ არის ჩვენ ჩამონათვალში, მას რა თქმა უნდა შეუძლია პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ შეფასების დროს 5 ან 10 ქულით ნაკლები მიენიჭება იმ აპლიკანტთან შედარებით, ვინც ჩაირიცხა ისეთ უნივერსიტეტში, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე ადვართული. განცხადებების მიღება 2 მარტს დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. გასულ წელს უცხოეთში სასწავლებლად 4 სტუდენტი დაფინანსდა. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სწავლა საზღვარგარეთ ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 100,000 ლარით ფინანსდება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 პირი დააკავეს საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის და საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეს თავის მფლობელობაში არსებული Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, რომლის საშუალებითაც თურქეთში მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. გამოძიება საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე სარფში შევაჩერეთ მიკროავტობუსი, რომლის მძღოლი მიკროავტობუსის სახურავში არსებული სპეციალური სამალავით ცდილობდა უკანონოდ გაეყვანა უზბეკეთის და საქართველოს მოქალაქეები. მიკროავტობუსის მძღოლი საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის, ხოლო აღნიშნული ქალბატონები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ცდილობის ფაქტზე დავაკავეთ. საჩუქარი ვივუშჯის ერთგულ მომხმარებლებს ონლაინ სესხის ლიდერი კომპანიისგან. იყავით ჩვენი ერთგული. მიიღეთ სესხი ვივუშჯისგან და ისარგებლეთ მზარდი ფასდაკლებით ყოველი მომდევნო სესხის პროცენტზე. სიახლე რიკო კრედიტში. სალომბარდო სესხები 1.5%. ხოლო იპოთეკა 2%. რიკო კრედიტი. სიახლე აჭარაში პირველად ევროსტანდარტის ავტობაზრობა, აღჭურვილია ვიდეო კონტროლით, დაცვით.
ისარგებლეთ ყოველდღიური დახურული და ღია ბაზრობით. გახსნათ 18 აპრილს პირველი ერთი თვე მოქმედებს აქცია ყოველი შაბათი დღე უფასოდ. მისამართი სამხედრო პოლკის დასახლება სვიშევსკის ქუჩა, ნომერ 1 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია. მობილური ტელეფონი 579 80 50 00. Liberty Bank-ი გთავაზობთ ყველაზე ხელსაყრელ და თქვენზე მორგებულ სესხებს. მიკროსესხი, აგროსესხი, მცირე სესხი და საკურორტო ბიზნეს სესხი. განავითარეთ თქვენი ბიზნესი ჩვენთან ერთად. Liberty Bank-ი, ყველგან და ყველასთვის. კობა და ილიკო დღეს სტუმრებს ელოდებიან. კობასთან რამაზი ჩამოვიდა მისი ბიძაშვილი, ილიკოსთან კი თამაზი მისი ბიძაშვილი. არა უკაცრავად პირიქით. ორივეს რჩევა სჭირდება, თუ რა გააკეთონ მიწაზე, რომელიც მემკვიდრეობით ერგოთ. ბიძაშვილებმა ფიქრი დაიწყეს. მათ ბევრი საინტერესო იდეა მოუვიდათ. ბოლოს კი გადაწყვიტეს რჩევა ძველი მეგობრისთვის ეკითხათ. მისი რჩევით რამაზი და თამაზი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალ პროექტში დანერგე მომავალი მიიღებენ მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში რამაზი ნერგების მეურნეობის შექმნისთვის 50%-იან დაფინანსებას მიიღებს, ხოლო თამაზ ბაღების გაშენებისთვის ნერგების ღირებულების 70%-ია უნაზღაურდება. ასევე თამაზი წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-იან დაფინანსებასაც მიიღებს. რამაზმა და თამაზმა ღირსეული დანიშნულება უპოვეს საგვარეულო მიწებს. დანერგე შენი მომავალი დღეს. რეკლამის შემდეგ სტუმართან ერთად გიბრუნდებით. ჩვენთან ერთად სტუდიაში იმყოფება ჯემალ ფუტკარაძე. მოგესალმებით ბატონო ჯემალ, მადლობას გიხდით რომ მოვძანდით ჩვენთან. მოკლედ ბოლო დღეების აქტუალური თემა არის ის, რომ ჯემალ ფუტკარაძემ უმაღლეს საბჭოში პლენარულ სხდომაზე არ წარმოადგინა ანგარიში. რა მოხდა ბატონო ჯემალ, რატომ აღმოჩნდა ჯანდაცვის კომისია ერთადერთი, რომელმაც არ წარადგინა ეს ანგარიში? ღიმილით უნდა მოგესალმოთ თქვენს ტელეკომპანიას, წარმატება მინდა უსურვო პირველად ვარ თქვენს ეთერში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პირველი გამოსვლა თქვენს ეთერში იქნება დასაბამი იმისა, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს თქვენ ტელემაყურებლებს და რა თქმა უნდა აქტუალური საკითხები, რომელიც არის ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში, მადლობა რომ თქვენ ამას მიაქციეთ ყურადღება, გააშუქებთ, ობიექტურად გააშუქებთ და ობიექტურობას უსურვებთ თქვენს ტელეკომპანიას. ეხლა რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ასეთნაირად რომ რატომ არ წარადგინეთ ანგარიში და ამით ძალიან დიდი დანაშაული ჩავაგინდათ, უნდა გითხრათ, რომ გავაკეთებ განმარტებას, თქვენ მოგეხსენებათ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეს მოწვევის უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგა 2012 წლის ოქტომბრიდან და უმაღლეს საბჭოში შექმნილი კომისიები თავდაპირველად იყო 5 კომისია, შემდეგ ჩვენი მუშაობის პერიოდში დაემატა 1 კომისია, ეს კომისიები ვალდებული არიან, რომ უმაღლეს საბჭოს პერიოდულად 1 წლის ანგარიში წარუდგინონ. ეს ანგარიში დაიწყო 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ოქტომბერში გაკეთდა ერთი მოსმენა, შემდეგ 2013-დან 2014 წლის სექტემბერში გაკეთდა მეორე მოსმენა და ეხლა უნდა შესრულებულიყო მესამე მოსმენა 2013 წლიდან 2014 წლის სექტემბრის ჩათვლით ოქტომბრამდე და ჩვენ ჯერ კიდევ კომისიამ, რომელსაც მე ვხემძღვანელობდი, ხას უსვამ 2014 წლის სექტემბერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა ანგარიში. ეს ანგარიში წარდგენილი არის უკვე რამდენი თვე არის გასული ოქტომბრიდან ოქტომბერი 5 თვეა, თითქმის 6 თვეა ეს ანგარიში არის წარდგენილი. მე მინდა სიცხადე შევიტანო და რას ნიშნავს ანგარიშის წარდგენა, რომ ჩვენ მთელი აი ამ პერიოდში კალენდარული წლის განმავლობაში თუ რა სამუშაო აწარმოა უმაღლეს საბჭოს სხვადასხვა კომისიამ, ეს უმაღლეს საბჭოს ბიუროს წარედგინება და შესაბამისად თითოეული დეპუტატი, თითოეული კომისია ანგარიშვალდებულია, რომ ეს გააკეთოს. ეხლა რაც შეეხება თუ რა მოხდა, მე მინდა რომ სიცხადე შევიტანო და რომ მოიხსნას ეს კითხვები. ერთი არის, როდესაც ანგარიშს წარადგენ და მეორე, როდესაც ამ ანგარიშის პრეზენტაციას გააკეთებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. ჩვენ ვერ მოვახერხეთ 2014 წლის ბოლოსათვის შემოდგომის სესიაზე
რომ ვერ მოვახერხეთ ჩვენ ამ ანგარიშების პრეზენტაციის გაკეთება, ამისათვის ეს გადმოვიდა 2015 წლის გაზაფხულის სესიაზე. მოგეხსენებათ, გაზაფხულის პლენარული სხდომები დაიწყო და უნდა დაწყებულიყო აპრილის თვეში. აპრილის დასაწყისში ერთი პლენარული სხდომა ჩაიშალა და შემდეგ პლენარულ სხდომაზე უნდა მომხდარიყო აი ამ პრეზენტაციის გაკეთება. და მოგეხსენებათ ის აჟიოტაჟი, რომელიც მოყვა აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს 20 თებერვალს, რომ გადადგა ორი თანამდებობის პირი, ვიცე-სპიკერი და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და ამავე დროს მე ხაზს უსვამ, რომ დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ჩემს არჩევას. იმ შემთხვევაში ვიყავი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ჩემს არჩევას დაუჭირა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე და ამ პერიოდისათვის მე და ჩემი თანამოაზრეები დეპუტატები ვთვლით, რომ მე არჩეული ვარ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე და მე ამას არ ვამბობ, რომ ეს არის წერტილი დასმული, მე მინდა საზოგადოება მიცოდეს, რომ დეპუტატების ერთი ნაწილი თვლის, რომ მე არჩეული ვარ, დეპუტატების მეორე ნაწილი თვლის, რომ არა ვარ არჩეული. მე ბიუროს, როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში შექონდათ, მე ვთხოვე, აი წარმოდგენილი არის ანგარიში, მაგრამ მოდით ნუ ჩავიგდებ თავს უხერხულ მდგომარეობაში და ანგარიშის პრეზენტაცია გავაკეთო არა მე, არამედ გააკეთოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ან ნებისმიერმა წევრმა. თუ იქ იქნებოდა მითითებული მომხსენებელი, ვინ იქნებოდა, ხო? აი ამ ანგარიშის პრეზენტაბელურობას ვინ გააკეთებდა და მითითებული იქნებოდა არა როგორც ჯემალ ფუტკარაძე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, არამედ იქნებოდა მითითებული, რომ როგორც კომისიის წევრი, ან იქნებოდა სხვა რომელიმე დეპუტატი, რომელიც ჩვენს კომისიაში 7 დეპუტატი არის გაერთიანებული. ამ შემთხვევაში მე ვთვლიდი, რომ ეს უფრო მოხერხებული იქნებოდა და გასაგები იქნებოდა. აქედან იყო ეს გამომდინარე და მე მადლობა უნდა გადაუხადო დეპუტატებს, რომ მათ მიიღეს ეს საკითხი და უნდა გითხრათ, რომ ამაში მხარი დამიჭირეს არა მარტო თქვათ ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების ნაწილმა, რომლებმაც მე დამიჭირეს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევას, ცალსახად ერთხმად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რახან ასეთი გაურკვეველი მდგომარეობა არის, მოდით გარკვეული პერიოდით გადავდოთ ეს საკითხი, როდესაც გაირკვევა თქვათ ეს დამოკიდებულება და შემდეგი კომისიის თავმჯდომარე ვინც იქნება, ის გააკეთებს ამ ანგარიშს. თორემ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ მოკლედ რომ შევაჯამო, წარდგენილი არის 2014 წლის 9 სექტემბერს. და ბატონო ჯემალ, თქვენ ახლა საუბრისას ახსენეთ, რომ ხელმძღვანელობდი კომისიასო. თქვენ ვნახეთ ჩვენ თქვენი ინტერვიუ, სადაც ამბობთ, რომ საბჭოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე არ აურჩევია, ანუ კომისიას არ ყავს ამ ეტაპზე თავმჯდომარე. ასევე მოვისმინეთ იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თემურ კახიძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ფუტკარაძე ამ დრომდე იღებს კომისიის თავმჯდომარის ხელფასს, ემსახურება ავტომობილი და ასე შემდეგ. ანუ რა ხდება უფრო? გასაგებია, ძალიან იცით ერთი ქართული მხატვრული ფილმი არის ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი და ორი სახელწოდება რომ აქვს, ორი სათაური რომ აქვს. ეხლა მე სხვათა შორის ეხლა თქვენ როდესაც წარდგინებას აკეთებდით, რომ ვინ იყო თქვენს ტელეკომპანიის ეთერის სტატუსი არ გიხსენებია, დიდი მადლობა ჩემთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა ეს ძალიან დიდი სტატუსი არის. ოდესაც 2012 წლის ოქტომბერში მე ამირჩია მოსახლეობამ და შემდეგ დამატებითი არის ის თქვა თუ იქნება ამ პერიოდისათვის დიახ, ნუ რა თქმა უნდა მე არასოდეს არა ვარ აი ესეთი რომ თქვა ხმამაღლა თქვა რომ ვარ ვიცე-სპიკერი, მე ვიცე-სპიკერი სანამ შესაბამისი დადგენილება იქნება არა ვარ ვიცე-სპიკერი, არამედ ვარ არჩეული, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ და ამავე დროს არავის არ გაუთავისუფლებია ჩემი თავი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შესრულებისაგან, ხო? ამ შემთხვევაში აი ასე ორი სათაური სახით გამოდის და მე ვთქვი რომ ამ სხვათა შორის ეს გვაქვს ამის მაგალითები, თქვა იგივე მთავრობაში ყავს ვიცე-პრემიერი და ამავე დროს არის გარკვეული სამინისტროს ხელმძღვანელი. ხო თუ აქაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით სხვათა შორის ეს შეგიძლიათ რომ პირველად იქნება გაჟღერებული, თუ შემოვიღებთ რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეს არ იყოს თქვა იგივე ანაზღაურებადი, გამიგეთ?
გარკვეული ბიუჯეტში იქნება თანხების დაზოგვა, არ იყოს ეს ანაზღაურებადი, არამედ რომელიმე კომისიის თავმჯდომარეს დაევალოს ვიცე-სპიკერის თანამდებობის შესრულება. მე ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში მოიხსნება აბსოლუტურად და ეს არის თქვენი ეთერის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ და პირველად ექსკლუზივად გამოიყენოთ, რომ ჯემალ ფუტკარაძემ აი ასეთ წინადადების შეთავაზებაც კი შეიძლება და ამ შემთხვევაში მე მაგალითად ვთვლი, რომ მე შეიძლება რაღაც ასეთი გარდამავალი ისიც იყოს, რომ არ იყო თქვათ, რომ მთლიანად ამ მოწვევის პერიოდში, რომელიმე ეს არა მაქვს მემხედველობაში, ნებისმიერი უმაღლესი საბჭოს მოწვევის პერიოდში, რომელიმე კომისიის თავმჯდომარეს დაევალოს ამავე დროს ვიცე-სპიკერის თანამდებობის შესრულება და მე ვთვლი ამით ყველა დაისვენებს პოზიციას, დაისვენებს ოპოზიციას და ყველაფერს თავის სახელით დაერქმევა და ამავე დროს მე ვთავაზობ მეორე ვარიანტს, რომ ამაში თუ ვინმე ზგონია, რომ ეს არის გარკვეული პრივილეგიებისათვის, თუ ეს არის გარკვეული თანამდებობრივი სარგოსათვის, ფულისათვის, ფულადი ერთეულებისათვის, მე მაგალითად ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იქნება, როდესაც პირველი ვიქნები და ვარს ვიტყვით ვიცე-სპიკერის ხელფასზე, ანაზღაურებაზე და დაევალება, რომ შეასრულოს ეს მოვალეობა. მოკლედ თქვენ აცხადებთ, რომ ხართ არჩეული ვიცე-სპიკერი, რასაც არ აღიარებს ქართული ოცნება. ეხლა ქართული ოცნებისათვის ძალიან ძნელი არის კაბატონოია იმის აღიარება, როდესაც ქართულმა ოცნება მე აი გულწრფელად თანავუგრძნობ, რომ ქართულ ოცნებას თანავუგრძნობ, იმიტომ რომ ქართული ოცნება ჩემთვის უცხო არ არის, მე ქართულ ოცნებასთან ერთად მოვედი ხელისუფლებაში, მე ვიყავი მისი მებრძოლი და რა თქმა უნდა, ჩემთვის ის ყველა ტკივილი, ის ყველა პრობლემა, რომელიც მათ აქვს, მე არა ვარ ისეთი კაცი, და აი რაღაცნაირად დაქადნებითა და ისეთი იმით, რომ აი რა მოგივიდათ, არამედ მე თანავუგრძნობ და ამავე დროს მე ვეუბნები და ვაფრთხილებდი, რომ თუ ჩვენ ერთ გუნდად შეკრული ვერ დავრჩებოდით, ქართულ ოცნებას ექნებოდა პრობლემები და ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მოხდა ქართული ოცნებამ დაკარგა ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა და ეს უნდა გითხრათ, რომ თუ გადაავლებთ ისტორიას, ეს არის მთელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში პირველი შემთხვევა არის, როდესაც მართველი პარტია კარგავს უმრავლესობას. ბატონო ჯემალო, ბაციკაძემ განაცხადა, რომ მალე შესაძლოა თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგანაც სხდომა, რომელზეც თქვენ ვიცე-სპიკერად აგირჩიეს, იყო უკანონო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად საფუძვლიანი არის ბაციკაძის განცხადება? უნდა გითხრათ, თქვენ ალბათ მხედველობაში გყავთ ბატონი დავით ბაციკაძე, უნდა გითხრათ, რომ ბატონი დავითის მხრიდან აი ასეთი განცხადებების გაკეთება, ხო? მე ვთვლი, რომ ეს არის მისი მხრიდან აი გარკვეული აი ის წყენა და ის რაც აქვს ბატონ დავითს გათავისუფლების შემდეგ და როდესაც პასუხისმგებლობაზე არის საკითხი დგას, მე ბატონ დავითს ვურჩევ, რომ თავის პასუხისმგებლობას მე არ გავაჟღერებ, მიაქციოს ყურადღება, რამე თუ ბატონი დავით, არა და თქვენ შეგიძლიათ რომ ეს დაუსვათ, ბატონი დავითის შესამას მიმართეთ და უთხარით, როდესაც დავით ბაციკაძე საუბრობს, ბატონი დავით ბაციკაძე მე პატივს ვცემ ყოველთვის ჩემს კოლეგებსა და მოვიხსენიებ, ბატონი დავით ბაციკაძე საუბრობს ჯემალ ფუტკარაძის პასუხისმგებლობაზე, მოდი ჯერ მისი პასუხისმგებლობის საკითხი გავარკვიოთ და მან მოიკითხოს და მან გააკეთოს თუ რა იგულისხმა ჯემალ ფუტკარაძემ და შემდეგ შეგვიძლია ჩვენ აი ეს საკითხი კიდევ წამოვჭრათ, უნდა გითხრათ, უნდა დაუსვათ ეს საკითხი და აქვე უნდა ვთქვა, რომ ბატონ დავითის მიმართ საპასუხისმგებლო ძალიან დიდი კითხვის ნიშნები დგას შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ და უმჯობესია ბატონმა დავითმა. არა, ნუ მე ჩემი მხრიდან ეხლა არ მინდა, რახან მე არ მინდა რომ ალბათ მან აღიაროს და მან თქვას თუ რასთან დაკავშირებით არის და რომელ ორგანოებთან აქვს ბატონ დავით ბაციკაძეს პასუხი გასაცემი. ჯობია მან თქვას. ბატონო ჯემალ, მაინც უნდა გკითხოთ, რატომ არტოვებს ბაციკაძე ვიცე-სპიკერის კაბინეტს ამ დრომდე? იცით, აი ზუსტად მე რაც გითხარით, რომ პირველი ვიქნები უმაღლეს საბჭოში, რომელსაც მე ნამდვილად არ მაინტერესებს არც კაბინეტი, არ მაინტერესებს არც ის განსხვავება ხელფასებს შორის, ჩემთვის არის ის პრინციპი, რითაც მოვედი მე 2012 წლის ოქტომბერში და მოვედი სხვათა შორის ჩემი წინა ბექგრაუნდი
რითაც მოვედი ხელისუფლებაში, მე აი პროფესიით პოლიტიკოსი არა ვარ, მე მოვედი სამეცნიერო წრეებიდან, მე მოვედი ეგრეთ წოდებული ბიზნესიდან და მოვედი ძალიან სუფთად და ჩემს უკან ყოველთვის ნებისმიერ დროს თუ ინმეს კითხვები გაუჩნდება, შეიძლება მოიკითხოს თუ როგორ მოვიდა ჯემალ ფუტკარაძე და მე არა მაქვს, ამიტომ გითხარით რომ არა მაქვს არც ავტომობილის პრობლემა, არა მაქვს არც კაბინეტის პრობლემა, ჩემი პრობლემა არის რომ ემსახურო ხალხს და არც ხელფასე არა მაქვს აბსოლუტურად, აი შეგიძლიათ რომ შევითავსო ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მაგრამ ეტყობა ბატონ დავით ბაციკაძისათვის ეს ყველაფერი იყო ძალიან მტკივნეული და ამის დატოვება ვერც კაბინეტს ტოვებს ბატონი დავითი. ერთი იყო რომ ის რასაც ჩვენ მივაღწიეთ რომ ის აბრის ჩამოხსნაც კი მას ძალიან გულეთან აღრებოდა წარწერა რო იყო უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და გარკვეული დეპუტატების მოთხოვნის შემდეგ მოხდა იმის ჩამოხსნა, მაგრამ რა თქმა უნდა ის დანარჩენი ისინი დარჩა, მანქანაც ემსახურება იმ კაბინეტითაც ყველაზე ისეთი კაბინეტით და სხვათა შორის, რომელსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას, ბატონი დავით ბაციკაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის აპარატის მომსახურეობითაც კი სარგებლობს. მოგეხსენებათ, რომ თავმჯდომარის მოადგილეს ყავს თავისი აპარატი, თავისი თანაშემწე, თავისი სპეციალისტები და ეს ადამიანები, რომლებიც რა თქმა უნდა ბატონი დავითის მოყვანილები იყვნენ და ხაზი უნდა გაუსვა რომ ძალიან კარგი მოქალაქეები არიან, თანამშრომლები არიან, მაგრამ ისინი რა თქმა უნდა გარკვეული ანგარიშვალდებული არიან ბატონი დავითის მიმართ და ისინი ემსახურებიან ასე რომ ბატონმა დავით ბაციკაძემ აი ამ პერიოდში რაც დაკარგა, ეს დაკარგა მხოლოდ ხელფასი და რომელსაც ეთყობა ძალიან მტკივნეული. ბატონო ჯემალ ბოლოს შეკითხვა მინდა დაგისვათ, როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე საბჭო, უმაღლესი საბჭო? რაც ახლა ხდება, თქვენ ამბობთ რომ ხართ არჩეული ვიცე-სპიკერი, სხვები ამბობენ რომ ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ხართ, საბჭო როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე? ყველაზე მტკივნეული ზუსტად ეს საკითხი არის, რომ უმაღლესმა საბჭომ ის ძირითადი ვალდებულება, ის ძირითადი ატრიბუტი, რაც მას გააჩნია, ის დაკარგა და უმაღლეს საბჭოში არის ძალიან რთული მდგომარეობა. პრაქტიკულად უმაღლეს საბჭოში მოშლილი არის. უმაღლეს საბჭოს არ აყავს ვიცე-სპიკერი, უმაღლეს საბჭოს არ აყავს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე და აი ასეთ პერიოდში უმაღლესი საბჭო ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში არის და თქვენ მიაქციეთ ყურადღება 2 დღის უკან გამართულ პლენარულ სხდომაზე სესიაზე პირველი სიტყვით მე გამოვედი და მე მიმართე საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მოულოდნელი იყო ჩემი კოლეგებისათვის მიმართე და თუ ასე უნდა გააგრძელოს აჭარის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა, მაშინ ჯობია რომ დაითხოვონ ეს უმაღლესი საბჭო, ყველანი წავიდეთ სახლებში, ვინ ისევ პოლიტიკაში მოbrunდება და დარჩება, ვინ კიდევ ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააგრძელებს მუშაობას. დიდი მადლობა ბატონო ჯემალ, საინტერესო საუბრისთვის და ექსკლუზივისთვის. მე კი შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი იყო უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე. ჩვენ კი გავნაგრძობთ გამოშვებას კვირის ამბების ყოველკვირეული რუბრიკა ბათუმელი ნახეთ ვახტანგ გლონტის ინტერვიუ. ბატონო ვახტანგ, რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმელობა? რა პასუხისმგებლობა არის ეს? ეს არის ყველაზე რთული და ადვილი შეკითხვა, რომელსაც მთელი ცხოვრება მისვამენ, მთელი ცხოვრება მეც ვსვამ საკუთარ თავს, პასუხობ, მაგრამ შემდეგ როდესაც მთავრდება ინტერვიუ, ვფიქრობ, რომ რაღაც ყოველთვის მრჩება უთქმელი. მახსოვს 17-18 წლის წინ სტუდენტი ბიჭი ვიყავი, ახალგაზრდა პოეტი და მაშინ ერთი ტელევიზია არსებობდა, საქართველოს ტელევიზია და თბილისიდან ჩამოვიდნენ რომ ჩაეწერა და პირველი შეკითხვა იყო ეს მახსოვს პიონერთა პარკში. გავხდით და რა არის შენთვის ბათუმი და ბათუმელობა. მე ვთქვი რომ ბათუმი მეთქი ჩემი ეზოა, რომელიც მემკვიდრეობით მერგო მამისაგან მეთქი. ან ძალიან თავხედი უნდა იყო, ან ძალიან უნდა გიყვარდეს რომ ეს გაბედო და თქვადეს ნებისმიერ ბათუმელს აქვს ეს უფლება გაიმეოროს ეს სიტყვები და წარმოთქვას როგორც საკუთარი, ეს არის მშობლიურობის განცდა. უპირველესად და ბათუმელობა არის ერთოჯახად ყოფნის სურვილი. ხშირად ვამბობ ამას, როდესაც იმენად გარდარეული სიყვარულია, რომ ეს ერთ ოჯახში არ ეტევა, გამოდივართ გარეთ და ვაერთებთ ოჯახებს. ბათუმელობა არ არის მოქალაქეობა, ეს არის უბრალოდ მოქალაქეობა, ეს არის მოქალაქეობა მორწმუნეობის
ხარისხში აყვანილი. ეს არის რჯული. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, რაღაც გარეგნულ ამბებში არ გამოიხატება, იცი. ეს არის ჩუმის სიყვარული, უთქმელი სიყვარული. და არის აზრები, რომელიც აზრებშივია, სწორი და როდესაც იტყვებათ აქცევ, შეიძლება არასწორი გამოვიდეს. ურთიერთობებია პირველ რიგში, ადამიანები. და შენობებიც კი, რომელიც ძველია და ამშვენებს ჩვენს ქალაქს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა. გონია, რომ განსულიერებული არის ადამიანი გონია და შეიძლება ხელი გაუწო და ჩამოართო, შეიძლება მიესალმო. საბედნიეროდ არის ასეთი შენობები. და ძველ ბერძნებს ჰქონდათ დელფოსის ქვა ასეთი, ეგ სადაც მიაშთათ, რომ ეს იყო სამყაროს ჭირი. ჩვენთვისაც ბათუმელებისთვის ბათუმი არის სამყაროს ჭირი, არ არის ამაში პათეტიკა არანაირი. მე მგონია, რომ ჩემთვის რაც მოხდა ამ დედამიწის ზურგზე, რაც მე შემემთხვა და რაც ისტორიულად სხვაგან და სხვაგან მოხდა რა ძალიან ფასეულია, ჩემთვის მგონია, რომ ბათუმში მოხდა. არაერთხელ მეთქავს, რომ ბათუმი ჩემი ბეთლემია, სადაც დაიბადა ქრისტე და ფაქტიურად ბათუმი არის ის, რაც ერთდროულად სამ დროში გაცხოვრებს, იმ დროშიც, რომელშიც არ ყოფილხარ და რომელშიც ვერ მოესწრები რომ იყო. ბათუმი არის ეს წვიმა, მოდმევი აკომპანიმენტი, არა უბრალოდ წვიმა, არამედ სულიერი წვიმა, რომელიც გელაპარაკება რაღაცას, ხან გეჩხუბება, ხან გეფერება. და იცით ბათუმმა ჯერ კიდევ შეინარჩუნა ეს გლობალიზაცია ყველაფერს ემუქრება მყუდრო და თბილი ქალაქის რაღაც ისეთი რამ და ეს არის ქალაქი ხანდახან შეიძლება ესეთი მიგდებული შთაბეჭდილება სტოვებდეს წელიწადში 9 თვის განმავლობაში, მაგრამ ზაფხულში 3 თვის განმავლობაში იგი ითავსებს დედაქალაქის ფუნქციას, იმიტომ რომ მთელი საქართველო დაიძრება ხოლმე აქეთკენ და ნუ ძველი 9 თვე ემზადება ცნობილი ფრაზა ბათუმელები გეტყოდნენ ალბათ იმისთვის რომ რაღაც ფულს აგროვებს ან სესიებს და შემდეგ 3 თვე ემსახუროს სტუმარს ეს განცდა აქ ბათუმელს ოღონდ ხანდახან ზოგიერთებს უჩნდებათ სურვილი რომ 12 თვე მსახურის პოზიციაში იყვნენ და ეგ უბრალოდ შეურაცხყოფელია თუ რამე არ მომწონს მიუხედავად იმ სიტყვასი და სიყვარული რაც ახასიათებს ბათუმს, ხანდახან საკუთარი თავის პატივისცემა. ავიწყდება, თუმცა ძალიან ღირსებელია თვითონ შიგნიდან და თუ ჩამოვიდა თქვათ შორიდან, ნახევარი პოეტი, ნახევარი მხატვარი, ნახევარი რაღაც ესეთ მიაგებებს ხოლმე ფიანდაზებს უგებს და ხანდახან ეს არ არის სწორად წაკითხული და ხანდახან ეს მაღიზიანებს ხოლმე და მე სულ ვეუბნები რომ კარგია მორიდება, კარგია თავმდაბლობა. არ არის ბათუმელი ამაყი, მაგრამ არის ღირსებიანი. თავის ხასიათით გავს წვიმასაც, გავს იმ ზღვას, რომელიც ხან ძალიან მშვიდია, ხანდახან ძალიან მშფოთვარე და მე ბედნიერი ვარ, რომ ვინც ვინმე ღირსეული წავიდა ჩემი ქალაქიდან, სადაც წავიდნენ ყველგან დაამტკიცეს სხვათა შორის. მაგრამ საბოლოოდ ყველა ბრუნდება უკან ერთი ბოლოდროინდელი ლექსი მაქვს, ჩემი ბავშვობის მეგობარ ჩვენს შესანიშნავ პოეტს თარგმნობს ბადრი თევზაძეს უძღვანი რომ დავიდრე მკერდში გვიძგერს ბათუმი. მაინც ბრუნდებით მშობლის წიაღში ნათბილის არის ნაპარიზალიც რომ ახალ დროის პიტი ახშება ვერცვალო ქვეყნის გზა და მიზანი. თვითონ პარიზში იყო, კარგი ახანს იცხოვრა, ბევრი სიმძიმე გადაიტანდა საოცარი წიგნი დაწერა, მათ პარიზს წასვლას რაოდე და მე 17 წელი თბილისში ცხოვრობდი და ცრემლამდე მენატრებოდა, ჩემი ბათუმი თითქოს ძალიან შორს ვიყავი იქიდან და ბოლოს როცა დაბრუნდი 2004-ში და არ გამიშვა ბათუმა, თბილისში მყავდა ცოლ-შვილი და რომ დაურეკე ასე და როგორ მოიქცე მეთქი, გაეცინა მეუღლეს და ხანდახან ჩამოგვაკითხე, შენ ხო გაბოდებდა ბათუმი და დარჩი. არა ფაქტობრივად მეუღლის გამო გადავედი იქ, ათასნაირი ლეგენდებს ავრცელებდნენ და მეთქი მე ჩემი ლეგენდების მეყოფა არ მინდა რაღაცების დამატება რომ თითქოს ვიღაცებს და რაღაცებს გავეკეცი მაშინ უბრალოდ ცოტა ბათუმის წვიმა იყო მისთვის პრობლემა და ეხლა აქ ვართ ყველანი და ვართ რამდენადაც შეიძლება დღევანდელ პირობებში კარგად. რას შეცვლით ბათუმში ან რას ფიქრობთ რომ არის შესაძლებელი? ესაც ურთულესი კითხვა იცი. სელექციის მომენტი რაღაც ერთ პიროვნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ეს ყოველთვის არასასურველ შედეგებს
იღებს და არც რაღაც 1-10 წელიწადში ხდება ათეული წლების განმავლობაში და თვითონ ბუნებრივი გამოხშება არსებობს, რაც კარგია, იმას დროება იტოვებს. თუმცა ხშირად აქაც ხდება ხოლმე შეცდომები. რა შევცვლიდე ვერ გეტყვი, გამიჭირდება ეს ძალიან საფიქრებელი თემა, შევცვლიდე დამოკიდებულებას თვითონ სიძველეების მიმართ, რაც ნამდვილად სიძველეა და რაც ნამდვილად ფასეულია და რაც ნამდვილად ღირს შევცვლიდე თუნდაც იმას, რომ უკვე ტექნიკა ჭარბობს ადამიანებს, მანქანები, რატომ შეიძლება იყოს უფრო ველოსიპედების მოსეირნეთა ქალაქი და თქვათ შეიძლება ესეთი პატარ-პატარა რიქშების, ესეთი ბორბლებიანის და საერთოდ ამ ტექნიკამ სხვა რამების რომ დაუმატოთ ეს კომპიუტერი იქნება გარდა მანქანების და სხვა ხასიათის მანქანების ცოცხალი ურთიერთობები განდევნა. საერთოდ ეს ყველგან ასეა და საქართველოშიც ეს ინერგება და ესე იგი ვარს ვიტყოდი ხელოვნურ გაზრდაზე. რაღაცა ეს მე მახსოვს ადრე იყო ლაპარაკი და მეც მიწევდა რაღაცების გადაწყვეტა და ლამის გონიომდე იყო ქალაქის გაზდაზე ლაპარაკი და მე ვთქვი არაფერ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ეს ერთეული რასაც გონიო ქვია მსოფლიო სახელის მქონე თუნდაც ამ სახელწოდების გამო უნდა შევინარჩუნოთ ეგ არის ძველი ციხესიმაგრე და თუ რაიმე მის სიახლოვეს გაკეთება ახალი ძველმა უნდა ისეთ უნდა იყოს თანაცხოვრება ძველისა და ახლის არცაც არ უნდა კონდეს პრიორიტეტი რაც ნამდვილია და რაც შედევრალურია რაც ფასეულია ის ყოველ დროში თანამედროვედ გამოიყურება. Ну, შეცვლიდე ადამიანური თვალსაზრისით კიდევ ერთ რაღაცას მე მგონი მე სხვაგვარად ეს არ ჩავეთვლო მე ადრეს თქვი და ცოტა ეწყინათ ერთი არ მგონი 10 წლის წინ თუ 8 წლის წინ თქვენ რომ მე არ მინდა რომ აქაურმა კაცმა ცოტა შეურაცხყოფილა და დამცირებლად იგრძნოს თავი ეს მე მაშინ თქვი რომ ბათუმი არ არის მარტო პლაჟი მარტო ბულვარი ბათუმი ადამიანები უპირველესად და ისიც თქვი მახსოვს ნუ თუ საბაჟოზე ერთმა აქაურმა კაცმაც ვერი ვარ გამეთქი და მაშინ ეწყინა და შემომითვალეს რომ იქ ნუ იტყვის ესეთ რამეს თქვა იქ დედაქალაქში არ ეწყინოს ვინმეს და აჯობია რომ საქმე არ დაზიანდეს ვიდრე ვიღაცას ეწყინოს იმიტომ რომ ბათუმი ძალიან ფაქიზია ძალიან მოსარიდებელია ძალიან იცით ჩვენ საზურსპირა რეგიონი ვართ ჩვენი პულსაცია არის სხვანაირი როდესაც მტერი მოდიოდა ყველა დროში პირველ დარგმას ეგეთი რეგიონები პერიფერიები იღებდნენ ეგრეთ წოდებული და თუ ჩვენ ერთმანეთს ასე არ მივაქციეთ ყურადღება და გულდასმით არ მოусმინეთ განსაკუთრებით ცენტრიდან სხვადასხვა კუთხეებს ღმერთმა არ აქნას და იდეაში შეიძლება ერთი დედაქალაქი ან ერთი ქუჩა დაგვრჩეს და მე მინდა რომ რაღაცაში ჩვენ ყველანი თანასწორნი უნდა ვიყოთ ყველაზე მთავარში რასაც ადამიანური ღირებულებები ქვია და ყოველთვის ყავს ქალაქს კუთხეს, ყოველთვის მოეძებება ის ხალხი, რომელსაც შეიძლება ჭვაში ეკითხონ, შეიძლება ჩვენ რა გვჭირს. პირადული ხდება ხშირ შემთხვევაში, მთავარი პირადული ურთიერთობები. და შეიძლება ძალიან კარგი საქმეები არერთხელ დაზიანებულა და დაზიანდეს კიდეც სამომავლოდ, იმიტომ რომ ჩვენ რაკა დედაქალაქიდან მოშორებული ვართ. აი მე ვახსენე ერთი ტელეარხი იყო მეთქი და ისიც ჩამოვიდა მაშინ რაღაცებს ადამიანური თვალსაზრისით რაღაცნაირ ყურადღებას მოკლებული ვარ და ეს ამეტნაკლებად აისახება ამ ადამიანებს ჩვენ სხვადასხვა კუთხის ქართველებმა ყველამ სული უნდა უბეროთ ერთმანეთს როცა რაიმე ესეთ გლობალური საკითხის გადაწყვეტას დავაპიროთ უნდა შევეკითხოთ იმ ადამიანებს ვინც იცის საქმის არსი ვინც იცის აქაურობა და ვინც ზოგადად ქართულად აზროვნებს სამწუხაროდ დღეს აზროვნებაში არის ეკლექტიზმი, ათასი უბედურება მოგეძალა სხვადასხვა მხრიდან და როცა ერთი ჩექმის ქვეშ ვიყავით, ადამიანს მოწესრიგებული ჯოჯოხეთი ურჩევნია აუწყობელ სამოთხეს. და ეხლა უკვე დავნეულობას არის ადგილი, ნუ ეგ სხვა თემა, შეიძლება ბათუმის თემას ავსდეთ ჩვენ და უბრალოდ ეცით რა ღმერთი განკაცდა რათა ადამიანი განეხვდა, ცალმხრივ სიყვარულს უფალიც კი არ ითხოვს. ეს მონობას არ ითხოვს, ითხოვს თანამშრომლობას და ყველა საუკეთესო სფეროში მით უმეტეს ადამიანებმა უნდა ვითანამშრომლოს.
რაღაცები ჩვენც უნდა შეგვეკითხონ, რაღაცები ჩვენც უნდა შევეკითხოთ, თუ გვინდა რომ ეს მარგალიტი მართლაც ეს მართლა თუ რომელიმე ქალაქზე შეიძლება ითქვას, ევროპული ტიპის ქალაქია, ბათუმი ყოველთვის იყო ასეთი, მოგეხსენებათ არ იყო ტელევიზია, კომუნიკაციის საშუალებები, მაგრამ იყო სხვა, იყო ნავები, გემები და აქედან შემოდიოდა ბევრი საინტერესო უცხოური რამე და როცა ჯონ სტეინბეკმა, ნობელიანტმა ამერიკელმა მრისხანების სტევნების ავტორმა იოსებ კოპალაძის ოიდიპუსი ნახა, გაოგნებული ორმეა კაფე შანტანების ქალაქი მეგონა და ნახე საოცარი სოფლიო დონის დრამატურგია, სოფლიო დონეზე ნათამაშები და შეიძლება სიმბოლურიც იყოს, მე მიყვარს იმის აღნიშნა, რომ ამ კუთხისშვილი ბათუმელი ნიაზ დიასამიძე ერთგვარი მოდის დამდგენიც კი იყო რუსთაველს. და ერთი რამ მინდა გითხრათ, ძალიან ხშირად ამბობ ხოლმე. ბევრჯერ მიფიქრი ამაზე, აი თბილისელისთვის მე 17 წელი ცხოვრობდი. რატომღაც განსაკუთრებით მისაღები არის ბათუმელი, რაღაცას პოულობს, იცი, ჩვენ რაღაცა გვაქვს. ისეთი მე სულ გზნობდი ამას. არ დამაჟდა ერთმა ცნობილმა დრამატურგმა, ჩემმა მეგობარმა, ერთხელ რუსთაველზე გადამხია ხელი და ემთხვევა, ვახტანგ, რა უბედურება გვჭირს. თბილისში თბილისელები აღარ დარჩითო და მან იცის რომ მე ალიკვალი ბათუმელი ვიყავი, მაგრამ იმდენად მისიანად გთვლის და ბათუმელს აქ ამისი თვისდება, რომ სადაც მივა, იმდენად არაშემაწუხებელია, იმდენად ერთგულია. რაღაც საოცარი თვისებების მატარებელი და მე მახსოვს ერთხელ გადავაკეთოთ მეთქი ძველი ლოზუნგი, აი პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთით, მე ვთქვი რომ ბათუმელებო ყველა ქვეყნისა შეერთით. და თუ ასე მოხდება, ჩვენ ქალაქსაც უშველი და სხვა ქალაქებსაც გადავწყვეტ შეიძლება, იმიტომ რომ ყოფნის ნიჭიერება და ყოფნის ქართველობის დიდი სურვილი ნამდვილად. უფრო ვრცლად რომ გითხრათ ღირებულებების სადმი დამოკიდებულებაზე. დღეს არის ლათინური გამოთქმა არის ყველას ომი, ყველას წინააღმდეგ. გაუბედურებულ ქართველობას ბოლო 30 წელია ჩვენ გზაში ვართ. რაღაციდან წამოვედით, რაღაცა ვერ მივედით. იმდენი დარდი აქვს თავისი ამოსათქმელი, რომ სხვისი მოსმენა აღარ შეუძლია. ჩვენ მოლაპარაკერად ვიქეცთ. და თუ ნაწილობრივ მომსმენერად მე მეშინი ახლაც რასაც გელაპარაკებით, ესეც ხაერში არ დაიგარგო. სამწუხაროდ ავტორიტეტების ნაკლებობა კი არ არის. ავტორიტეტების დამცირების ჟამი დადგა. თითქოს ეს ხელოვნურად ხდება. ნამდვილი მწერლები ჩააჩოჩეს ეგრეთ წოდებული ტელეკლოუნებით, შოუმენებით. რომ მერე ეთქვათ, აი მწერალი, მისი სახე შეიძლება ამ კლოუნს ემდო. ეგ თავს მოხვეული, ეს არ არის აქ დაბადებული, იმიტომ რომ საქართველოს ოდიგან პოეტების ქვეყანა იყო და ჩვენს მეფეებსაც თავიანთი მეუფება სრულ ყოფილად არმიაში და თუ პარნაზეც არც დიდენ თავიან ძალად და დავითი თეიმურაზე არჩილი ჩვენი დიდი მეფეები ამის მაგალითი იყო და ხელოვნურად ხდება რაზეც დგას. თამაში ძალიან დიდ ფულს იხდიან, ვისაც უნდა იმას ეწყინოს, რომ რაღაცებს ისეთ რამებს გადაგებენ ოჯახის ინსტიტუტთან დაკავშირებულად, ეკლესიის საწინააღმდეგოდ, იგივე მწერლების საწინააღმდეგოდ, რომ არ დარჩეს ავტორიტეტი, რომელსაც საზოგადოება მოусმენს და ჩვენ როცა ღირებულებების გადაფასებაზე ვლაპარაკობ, ტელევიზორს რა უყურებთ მეშინია ხანდახან. მაგრამ ოჯახებში რომ შედივარ, ისეთ გოგო-ბიჭებს ზრდიან, ისეთ ღირსეულ ადამიანებს, რომ არ ბედნიერი და ხანდახან მგონია რაღაც ორი სამყარო არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან და მე მეშინია, რომ უპირატესობა არ მოიპოვონ იმ სამყაროს, რომლებიც უკვე აბსოლუტურად ყველაფერს კადრობდა რაღაც საძინებელ ოთახად გადააქცეს ტელეეკრანი სამწუხაროდ და როგორც იტყვიან, ვისაც უნდა, როგორც უნდა, აი ისე იქცევა და მე მგონი ამასაც ოდესმე დაედება ზღვარი, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე ცხოვრება. ცივი ცხელი საზოგადოებამაც ვერ გაუძლებს ჩვენ იმდენი პრობლემული რამეები გვჭირს. აი თუნდაც როდესაც რამდენიმე მკრეხელი ღმერთმა აცხონოს ისინი საფრანგეთში კარიკატურები გნებავთ მუსლიმების წინააღმდეგ, გნებავთ ქრისტიანების ნიშნულობა არ აქვს. ადამიანს წამს უყვარს, ცუდი ამბავი მოხდა რომ ჩაცხილეს. აიკლო ჩვენმა გადაპრანჭულმა, გაფრანგებულმა, ეგრეთ წოდებულმა ქართველობამ ყველაფერი ზოგი იქ ჩავიდა, აქტელი მიტინგები იყო, მაგრამ როდესაც ასურელებს თავებს ჭრიან, როდესაც კენიაში უბეთ, ახ სასწაულები ნახე მეორე ნახე ბოლომდე ის კადრები,
ვერავის ვერ ხედავ, ვიცი რომ გამოვიდეს და რაღაცა მართული პროცესები არის და ჩვენ პაწაწინა ქვეყანა ვართ, ჩვენ ამას ვერ გაუძლებთ. ჩვენ საზღვრები არ აგვაქვს დადგენილი, ჩვენ ვერ გზნობთ, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ხანდახან პათეტიკურები ვართ, უნებურად გამოვშერთ, იმიტომ რომ ამ საშიშროებას გზნობ და დღეს არავინ არ ახსენებს მუხრან მაჭავარიანს, მურმან ლებანიძეს, იმიტომ რომ ისინი საქართველოს წერდნენ ამ დროს. მე სულ ამბობდი მე თუ რაიმეს წერდი სამშობლო და სულ იძულებით ვწერდი, იძულებული ვიყავ, თორე ჩემი სფერო იყო ლირიკა, ფილოსოფია და ასე შემდეგ, რომ ქართულ პოეზ დამწერალს ამისი ფუფუნება არ აგდეს, აზრახის საქმეთ იქცა და მაშინ თქვა რომ არ არიან ქართველები და ბევრი წავიდა და თუ აქ რაღაცა უნდა დაუზიანონ, ასეთ აქ ყოფნას და მე თუ ყველანი წავლენ, სხვები არ წავლენ, ვინც მოსულებია. ღმერთმა ყველა შეარგოს ქართული მიწის მადლი თუ მოიქართველებს თავს და ჩვენ გაგვიგებენ, მაგრამ რაღაც უბედურება მიდის ტვინის გაწყალების პროცესი და ჩვენ ყველანი ამ ესეთი გაუგებარი ეპოქის ღირებულებებზე ლაპარაკიც კი მიჭირს, როდესაც 1000 ბინძურას კტენიან თვალში, ყურში, ტვინში ყოველდღურად და ეს ხდება ისე დაუფარავთ, ისე აშკარად, რომ თითქოს საუკეთესო რამებს მოგართმევენ რაღაც ესეთი ვანილმოყრილი ტორტივით, რაღაცებს გალამაზებული, რომ ესე გაძლევენ საერთოდ მწარე წამალს ყოველთვის რაღაც სიტყვას ურევენ ხოლმე და ვიღაცები ჩვენ რეტროგრადები ვგონი ვართ, ვინც ამაზე ვლაპარაკობთ, ჩამორჩენილი და გამოცდილება არ ნიშნავს რეტროგრადობას. მე მითქვას, იმდენად არ შემრგები ახალგაზრდული წლები, დღესაც ბიჭი მგონია, მე 20-30 წელი გამომატოვებინეს, ასე კი არ ვიცხოვრი, ყველა ჭკუაზე კი არ მივლია, ვინც ფულს გადაიხდი და ესენი სამწუხაროდ ბედავენ მაშინ, როცა ნება მისცეს ამისი და ჩვენ თითოეულა ბედავდით, ამის გამო ციმბირს ატოვებინებენ უკან და დღეს იმას აქცევარ, რომ მეგონა რომ მადლობას ვაინც გავიგონებ, თუმცა ესაც მესმის ძალიან ბევრი კაი ახალგაზრდობისგან, მაგრამ ლამის საბუდიშოდ გაგიხდეს სინდისისთვის, ნიჭისთვის, ერთგულებისთვის და ეგ ვჭირთ ჩვენ და პირველ რიგში ამას შევცვლი, რომ ყველა უმწიფარს არ უნდა კონდეს იმის უფლება, რომ მორალი უკითხოს. მე მაქვს ერთი ესეთი ლექსი, სადაც პატივში არიან სამშობლოს მოღალატენი, სადაც მომძღარი პარია მშიერ სხვებს ლუკმას ატენის, სადაც მწყემსიც და მეყანეც დავარდნილია ქადაგად, იქ ნუ იკითხავ ქვეყანა ასე რამ გააღატაკა და ნუ ფინალში ესე არის, რომ სად უმწიფარი ღლაპები გამზრდელთა კიცხვით გართულანი, რატომ გიკვირს ქვეყანა თუ მიდის როგორ მართულად. ჩვენ მგონი გიესავსდით, მაგრამ მაინც ესეც სატკევარია. რას უსურვებთ ბათუმს და ბათუმელებს? ბათუმელებს უსურვებ იმას, რასაც მთელ საქართველოს ალბათ რა. უკეთესი ქვეყანა ქონდეს და რაც ოცნებაში აქვს უკვე საუკუნეებია საქართველოს, რაც დღეს ესეთი ირონიულ ფრაზად ითქვა, რომ ივერია გამწყინდება, ხოლო შემთხვევაში თუ იმ გამწყინებას მაინც და მაინც ვერ მოვესწრებით, იმ დონეზე არ ჩაბნელებული იყოს, რომ მართლაც ქართულ სხვა სამშობლო არ ეძებნოს და სხვა ადგილები, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი აკვანი და ჩვენი ძვალშესალაგი და რომელსაც უნდა გაუთხილოთ და მიწას ფასიადება იმ ადამიანებთ, რომლებიც ცხოვრობენ ამ მიწაზე და მე ვისურვებ, რომ მტკიცედ იდგნენ საკუთარ მიწას. ამას ვისურვებდი და სრულად საქართველოს არა მარტო ბათუმელებს. როცა თბილისში წვიმს, მე ჩემს ბათუმში ვარ. ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა. მე მისი ცრემლი მზრდი და მისი ქუჩა და ზღვა. ბათუმი არის ძიძა და არაფერი სხვა. აქ მამა ჩემის სახელი. პირზე ეკერა ხალხს, ბათუმი არის ნაღველი და არაფერი სხვა. აქ შეუყენეს ჩემი ძმა, ბევრჯერ გოლდოთ ის გზას. ბათუმი არის შერი სხვა და არაფერი სხვა. ხან გულის გულში მიკრავდა, ხან მიღერებდა ქვას. ის იყო ჩემი კორი და არაფერი სხვა. აქ წინაპართა სხეულებს მიწა ხურავს და ხრავს. ბათუმი არის სიკვდილი და არაფერი სხვა. მე ჩემს ბათუმში წავალ, მე ჩემს სიკვდილში წავალ, ოღონ გათენდეს ხვალ. ბათუმი მონატრება, ბათუმი მოლანდება და არაფერი სხვა. მე აქ მიყვარდა პირველად და უკანასკნელ ხანს ბათუმის სიყვარულია და არაფერი სხვა. აქ არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ჯვარცმა და ხსნა. ბათუმი არის ბათუმი და არაფერი სხვა. მოკვდები ჩუმად მიტირებს მისი წვიმების ხმა. ბათუმი მაინც წვიმა და არაფერი სხვა. ეს იყო კვირის ამბები და მე მისი წამყვანი იაგოლიაძე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. მადლობთ რომ გვიყურეთ.